დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ჰალუს-ვალგუსური დეფორმაცია, როდესაც პირველი თითის დახრის კუთხე მატულობს 20-40-60 გრადუსზე გადის და როდესაც არის პოდაგრა. ხშირად მეგობრებო, ადამიანებს ეშლება და ეს გონიათ ერთი და იგივე. ეს ერთი და იგივე არ არის. ძალიან დიდი სხვაობაა. პოდაგრის შემთხვევაში მაღალია შარმჟავა. ეს არის რევმატოლოგის საქმე. როდესაც ჰალუს-ვალგუსური დეფორმაცია, ეს არის უკვე ორთოპედ-რავმატოლოგის საქმე. ამის მიზეზი არის უკვე ტერფის ბიომექანიკის დარღვევა. არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა, ხო ეს ორი პათოლოგია, ესეც შეიძლება იყოს. რას ვაკეთებთ ჰალუს-ვალგუსური დეფორმაციის დროს? როგორც კი შეატყობთ, რომ პირველი თითის დახრის კუთხე შეიცვალა, რა თქმა უნდა, ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, პირველი თითის დამცავი სილიკონის სეპარატორი, საჭიროების შემთხვევაში კი ინდივიდუალური სუპინატორი. რა ახასიათებს ჰალუს-ვალგუსურ დეფორმაციას, რატო კარგავს ის პირველი თითი დრეკადობას და რატო დახრის კუთხე, რატო მატულობს? იმიტომ რომ ტერფი ტრიალდება შიგნით ნელ-ნელა. და ამის გართულება რა არის? დროთა განმავლობაში ეს გრადუსი იმდენად მატულობს და რომ მეორე მესამე თითი ზიანდება. ეს არის გასათვალისწინებელი და დროულად თუ არ მიხედა ადამიანმა, რა თქმა უნდა, შემდეგ მივდივართ ოპერაციასთან. სტატისტიკურად პოდაგრა უფრო ხშირია მამაკაცებში, ჰალუს-ვალგუსური დეფორმაცია უფრო ხშირია ქალბატონებში. ეს არ ნიშნავს, რომ პირიქითაც შესაძლებელია არ იყოს ეს ამბავი. შემდეგ აუცილებელია კიდე სპეციალური ვარჯიშები, რომელსაც აქვე დაგინიშნავთ ექიმი, მდგომარეობა რომ არ გართულდეს. ამიტომ დროულად მიაქციეთ ყურადღებას. მთლიანად ირღვევა ბიომექანიკა, იწყება ერთი აი ამ პატარა, თითქოს პატარა პროცესით, მაგრამ შემდეგ ტერფი ნელ-ნელა ტრიალდება და აქ უკვე მარტო თითებზე ხომ არ არის საუბარი, აქ ზიანდება კოჭი, მუხლი, მენჯბარძაყი და წელი. საჭიროების შემთხვევაში მოგმართეთ კლინიკა ტერფში.